სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსათვისა ნეტარო, რამე თუ ცრემლით თესე და სიხარულით მოიმკე. უგალობს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის, რომლის მოწამეობრივი აღსასრულის დღე 6 მაისს, ძველით 23 აპრილს აღესრულება. 6 მაისს წმინდა დიდმოწამის ხსენებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტრადიციულად სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში. მსახურებაში მონაწილეობდნენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე. მსახურების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგებით მიმართა მრევლს. ქრისტიანსგა თქვენ და მთელ საქართველოს ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა ულოცავ წმინდა გიორგის დიდებულ დღესასწაულს. თქვენ იცით ისტორიიდან, რომ განსაკუთრებული მფარველი იყო წმინდა და არის წმინდა გიორგი საქართველოსი. თითქმის ყოველმა თქვენთაგანმა იცის ტროპარი წმინდისა გიორგისა და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ერთად თქვათ ეს ტროპარი ტყვეთაგანმა თავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღკრობელო სნეულთა მკურნალო და მეფეთა უზრებელო ღვაწლით შემოსილ წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყარება სულთა ჩვენთათვის. ამინ. დიდია მისი სასაუთ მოქმედება. წმინდა გიორგი ისევე როგორც წმინდა ნიკოლოზი იმდენად მოწყალია, რომ არა მართლმადიდებელი და არა ქრისტიანიც როს თხოვს, ყველას ეხმარება. წმინდა გიორგი არის მოწყალე და მრავალი სახელი გააჩნია ხალხისაგან წოდებული. არის თეთრი გიორგი და არის კიდევ პიროფლიანი გიორგი. პიროფლიანი, ესე იგი ეხმარება ხალხს ისე რომ ოფლის ძის სახეზე. და ჩვენ მადლობთ წმინდა გიორგის მისი დიდი წყალობისათვის. მისი სასწაულები საოცარია, განსაკუთრებულია. ყოველი ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს ეძებს. და აი ჩვენს წინაშე ორი პიროვნება, რომელნიც ცხოვრობდნენ მეოთხე საუკუნეში, ეს არის წმინდა გიორგი და ეს არის იმპერატორი დიოკლეტიანე. თითქოს ორივე ეძებდა ჭეშმარიტებას. ორივეს უნდოდა რომ სიმართლე ეპოვნა, მაგრამ ადამიანმა უნდა გახსნას თავისი გული, თავისი გონება, გაუხსნას სულსა წმინდასა, რომ შევიდეს უფალი
ჩვენს გულში და გვიკარნახოს თუ სად არის ჭეშმარიტება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. აი ეს ჭეშმარიტება იპოვნა წმინდა გიორგიმ და ეს ვერ ნახა იმპერატორმა დიოკლეტიანემ, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი იყო. და წმინდა გიორგი დიდი მოთმინებით შეუდგა აი ამ წამების გზას. წმინდა გიორგი ძალიან უყვარდა დიოკლეტიანეს და დიოკლეტიანეს არ ყავდა მემკვიდრე და ფიქრობდა, რომ წმინდა გიორგი იქნებოდა მის შემდეგ იმპერატორი რომისა. და როცა გაიგა დიოკლეტიანემ, რომ წმინდა გიორგი ქრისტიანია, დაუწყო ხვეწნავ, მუდარება და ვერაფერმა ვერ გასწრა და მერე წამება დაიწყო. რამდენადაც უყვარდა ადრე, იმდენად შესძულდა შემდგომ. და ერთხელ ისე აწამებდნენ, რომ ცოცხალი დარჩენილიყო და აი ერთხელ ასეთი სისხლმდინარე წმინდა გიორგი შეაგდეს საკანში და მას მოუვიდა აზრად უფლის სიტყვები, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. და მას მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გიორგი, ნუ გეშინიან, მე შენთანა ვარ. და ესეთი სიტყვები, ეს სიტყვები ჩვენ ყოველ დღე გვესმის, ყოველ ჩვენთაგანს. საქართველო, ნუ გეშინიან, წმინდა გიორგი ჩვენთან არის. და ვერავით არ იმტვერი, ვერც ხილული და ვერც უხილავი ვერ დამხობს საქართველოს, ვერ დააჩოხებს საქართველოს. დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებულია ჩვენ მოვაბრძანეთ აქ ილორის წმინდა გიორგი აფხაზეთიდან. წმინდა გიორგის მადლი ისტორიული ხატია. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს, შეეწიოს აფხაზეთს და ღმერთმა მისცეს გზა ჭეშმარიტებისაკენ. და მე იმედი მაქვს, რომ აფხაზი ხალხი იმდენად ჭკვიანია და ბრძენია, რომ ნახავს აუცილებლად სად არის ჭეშმარიტება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქ არის ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, აი საიდანაც ეს ხატია. ეს არის შეწირული დადიანების მიერ, ეს ისტორიული ხატია. და მე ვლოცავ აფხაზებს აქედან და დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ჩვენ ჩავალთ აფხაზეთში, ჩავიტანთ ხატსა და იქ დავლოცავთ აფხაზეთსაც და მთელ საქართველოსაც.
და მე მინდა გითხრათ ერთი შემთხვევა, რომელიც სასწაული, რომელიც მოხდა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ჩემი იქ ყოფნის დროს. ეკლესიის წინამძღვარი იყო მამა დავითი ფიფია და მოვიდა ერთი ჯგუფი ხალხის წმინდა გიორგის, ილორის წმინდა გიორგის ტაძარში და უთხრეს, რომ ერთი ქალი იყო, უпростоრედ ორი ქალი იყო და ორი ახალგაზრდა ბიჭი და უთხრეს, რომ ერთ-ერთზე თქვეს, რომ მამან რაღაცა მოხმარა ჩვენ ოჯახშიო, ჩვენ მეზობლები ვართო და ეს ქალი უნდა გადაეცათ წმინდა გიორგის ხატზე, რომელსაც აბრალებდნენ და ის ქალი ტიროდა. მე არ მithქვავსო, მე მაპატუ მართლა ვთქვიო, მაპატიეთ და წრემლით იღვრებოდა ის ქალი და გამოვიდა მამა დავითი ფიფია წინამძღვარი და ეუბნება იმათ, ვისაც უნდა გადაეცა ეს ქალი, რომ სინანულშიაო და აპატიეთო, არაო, თუ ჩვენ კარებს არ გაგვიღებო, ტაძრის კარებს, აქვე კარების წინ მოვკლავთ ამ ხალსაო. და მამა დავითს უთქვამს, რომ თქვენ დაისჯებით ღვთისაგანო, წმინდა გიორგის დაღჯით თქვენაო, რადგან ეს სინანულშია და თქვენ არ პატიობთო. და მოყვანილი ჰყავდა თხა შესაწირავი ამ ვინც აბრალებდა და გაუხსნა კარები, შევიდნენ იქა დედა, ორი შვილი, ვაჟები და ეს საცოდავი ქალი, რომელიც უნდა გადაეცათ ხატზე. რო დაიწყო ამ ქალმა რისხვა და წყევლა ამ ქალისა ხატის წინ, თვითონ დავარდა მიწაზე და სულს ლევდა, სულის მლეველი იყო. და მამა დავითმა მიმართა შვილებს, რომ ეხლა მაინც არ დაიჯერებთო, რომ არ შეიძლება, თუ ადამიანი სინანულშია, არ დაიჯერებთო, უნდა აპატიოთო და ეს ქალბატონი, რომელიც წყევლიდა, გამოიტანეს უпростоრედ ტაძრიდან, დაუძახეს ექიმებს, ექიმებმა თქვეს, რომ ვერაფერი ვერ უშველისო, მოკვდებაო. და მამა დავითმა დაიწყო შენდობის ლოცვების კითხვა. შენდობის ლოცვები რო დაამთავრა, ეს ქალი მოსულიერდა და გაუჩნდა სინანული, რატომ ვერ გავითვალისწინეო სინანული ამისიო და მე შევცდიო და ეს შვილებიც სინანულში იყვნენ და ეს მოყვანილი თხა შესწირეს ეკლესიას და მშვიდობიანად წავიდნენ სახლებში. აი ასეთია წმინდა გიორგის ძალა, ასეთია მადლი, რომელიც მისცა უფალმა წმინდა გიორგის და ეს მადლი
გეწევოდეთ თქვენ და საქართველოს ღმერთმა ინებოს რომ წმინდა გიორგის ლოცვით მალე დადგეს ის დრო როცა გამთლიანდება საქართველო და ბედნიერი იქნება აფხაზების ოსების ქართველების და მთელი საქართველო ბედნიერი იქნება და ერთად იქნება. ღმერთმა დაგლოცო და მე კიდევ ერთხელ გლოცავთ ილორის წმინდა გიორგის ასაუთ მოქმედი ხატით დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა. ამინ. სახელით ამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა აზნა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შეგეწიო წმინდა გიორგის ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. დრეთით აღდგომილმა ქრისტემა ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეოხებითა ყოვლად უხსნელისა დედისა თვისისათა წმინდისა დიდისა მოწამისა გიორგისა წმინდისა დედოფლისა ალექსანდრასი და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დიდ დღესასწაულს. მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცო თქვენ და საქართველო. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჩვენთან არის ღმერთი.